რწმენას ახსენეთ და მეცნიერის გადმოსახედიდან ყოველთვის საინტერესო არის ხოლმე რწმენა რა არის და რწმენაც რაღაცნაირი ცოდნა არის, ცოდნის ფორმა არის თუ კიდე სხვანაირი მდგომარეობა არის. მთავარი მომენტი არის, მოდი ფიზიკის კუთხიდან ვიტყვი უფრო, მე არ ვარ ფიზიკოსი, მაგრამ მათემატიკოსი, მაგრამ ფიზიკოსების გამონათქვამებია ცნობილი, რომ როცა იწყებ რაღაცის სწავლას, აი ჩაუღრმავდები რაღაცებს, ატყობ, რომ იქ ღმერთის ადგილი არ არის. ვითარდები და უფრო წმუნდები, რომ ყველაფერი ლოგიკურად აგებულია, ბოლომდე გადიხარ ყველაფერი და როცა ძალიან ღრმად ჩაიხედავ ყველაფერში, მე ხვდები, რომ ღმერთია ყველაფერი და იქიდან არის ყველაფერი. ანუ ღმერთის ადგილი მერე გამოჩნდება. სხვათა შორის იგი ვერნერ ჰაიზენბერგიც, იგივე აინშტაინიც, ესე დიდი ფიზიკოსები ვინც იყვნენ, რაღაც ეტაპზე ისინი ძახდნენ, რომ ყველაფერი ლოგიკურად აიხსნება, ღმერთის ადგილი აქ არ არის. ბოლოს შეგადიოდნენ, მე ამბობდნენ, რომ ყველაფერი ღმერთიდან მოდის და მერე მოდის ესეთი რამე. ბევრი ამბობს ამას, ახლა მოდი ნუ დავაბრალებთ იმას, მაგრამ იგივე ნიუტონიც, იგივე თქვა აინშტაინიც კაფიოთ ამბობდნენ ამას. არა და უდიდესი აღმოჩენები მათ აქვს გაკეთებული.